საგამო მშვიდობის მეგობრებო, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, მოძრაობა, რომლის ამოცანაც არის ჩვენი ამოცანაა გავესტე კიდე ერთხელ ვცადოთ. გავაძლიეროთ პროტესტი, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და იბრძვიან, შევძინოთ კიდევ რამე ის რაც აკლიათ, ცოდნის სახით და საბოლოო ჯამში ავაგოროთ ცოდნის ისეთი ტალღა, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს. ჩვენ რამოდენიმე დღე ამიდიდან გამომდინარე პატარა ჩავარდნა გვქონდა, ოფისს ვიხდით ამისთვის, მაგრამ მადლობით ვინა დავიწყო. მადლობა ორგანიზაციას, რომელმაც 9 აპრილს არაჩვეულებრივი ფილმი გვაჩვენა. ერთი ორი სამი ფედერალისტი ეგ ჯობია, ეგ. ერთი ორი სამი ფედერალისტებს დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო ამ ფილმის ჩვენებას, არაჩვეულებრივი ფილმი იყო და კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან გულთან ახლოს მოვიდა ეს ფილმი და ძალიან კარგი იყო გადმოცემული, რაც საჭირო იყო რომ გაგვიგო. ჩვენ არ გავჩერდებით, ეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის სამოქალაქო თავდაცვა. სამოქალაქო თავდაცვა ომიანობის დროს, მშვიდობიანობის დროს, ეს დარგი და ეს მიმართულება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროტესტის უწყვეტობის ესეთი რეჟიმში ვართ, აუცილებელი გონია და გონია რომ ეს დარგი კიდევ უფრო გვათ უნდა შევისწავლოთ, კიდევ უფრო შინაარსში უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ აუცილებელია გადარჩენისა და გამარჯვებისათვის. დიდი მადლობა მოხსენებელს და სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობა. მე პარტია ფედერალისტებიდან ვარ, რიკოსინ პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი და შევეცდები ჩვენი ფედერალისტების ხედვა გაგაცნოთ, როგორია თავდაცვის და შესაბამისად სამოქალაქო თავდაცვისაც. რატო ახსენე ეს ორი ერთად? ჩვენ ერთად როცა ფედერალისტებთან მუშაობდით, შევიმუშავეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა და რეფორმა, უფრო ზუსტად. და ამ რეფორმის ფარგლებში ჩავთვალეთ, რომ ტოტალური თავდაცვა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეფორმის სახით გაატაროს და ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო არის სამოქალაქო თავდაცვა. სანამ უშუალოდ ახლოს ხარ მივიდა. სანამ უშუალოდ სამოქალაქო თავდაცვაზე გადავალ, მაინც აგიხსნით რა არის თავდაცვა, ტოტალური თავდაცვა და რატომ შექმნა მოდელი მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. პირველ რიგში არის ის, რომ პატარა სახელმწიფოებს, ჩვენ არ პატარა სახელმწიფოებს, რომელსაც დიდი გამოწვევები აქვს თავდაცვის გეგმად, სხვა შორის ნატომაც მიიღო ეს გეგმა, ტოტალური თავდაცვის გეგმა შეიმუშავეს, რაც გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე არის თავდაცვის სფეროში ჩართული ომიანობის დროს და ისინი მუდმივად მზად არიან ამ ომისთვის, მაგალითად, კარგი მაგალითებად შეგვიძლია მოვიხსენოთ ამისთვის. ევროპაში შვეიცარია, ფინეთი, სხვაგან ისრაელი და მაგალითად ტაივანი და ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც იდენტური გეგმა აქვს, რომელსაც დიდი საფრთხე აქვს და ამ საფრთხესთან განკლავებას ცდილობს. მე ჩვენ თავდაცვის რეფორმას ალბათ დღეს ნაკლებად შევეხები, რომელიც ძალიან ფართოა და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს სამოქალაქო თავდაცვა შევეხები. იმისთვის, რომ ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის მოსაზრებები გასაგები იყოს, ალბათ მაინც რა ძირითადი დეტალები უნდა გითხრათ ჩვენი თავდაცვის რეფორმით. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური, სადაც ადამიანები მოდიან, მონაწილეობენ ამაში და თუ ადამიანს მაგალითად არ აქვს სურვილი, რომ სამხედრო საქმე აკეთოს, მას შეუძლია სამოქალაქო თავდაცვაში გადავიდეს, მასშტაბების სამსახურში გადავიდეს და სხვა გზით გამოხატოს ეს მგზავრება. რას გულისხმობს ეს? პირველ რიგში იმას, რომ ადამიანები უნდა იყვნენ სამაშველო სამსახურში სჭირდება ეფექტური მართვა და ამ ეფექტურ მართვაში სჭირდება ბევრი ადამიანი. სამოქალაქო თავდაცვა
გულისხმობს მშვიდობიანობის დროს, როცა მაგალითად რამე ბუნებრივი კატასტროფა ან რაღაც უბედური შემთხვევა, კრიზისის მართვას და როგორ ვიქცევით ჩვენ როგორც მოქალაქეები. და ომიანობის შემთხვევაში იგივე, ხო, როცა ომი გვაქვს, როგორ იქცევიან ადამიანი, როგორ უნდა მოიქცეთ ჩვენ როგორც მოქალაქეები იმისთვის, რომ ჩვენი თავი და სხვების უსაფრთხოება დავუცვათ. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ყველა ქვეყანაში, საიდანაც იწყება სამოქალაქო თავდაცვის ჩამოყალიბება, ეს არის სკოლა. სკოლაში ადამიანებს ასწავლიან ყველა ქვეყანაში პრინციპში გამონაკლისის გარეშე ალბათ წარმატებულ სახელმწიფოს გულისხმობ სამოქალაქო თავდაცვის ძირითად წესებს, რომ აი მიწისძვრის დროს როგორ ვიქცევით, ცეცხლით უქაჩი და როგორ ვიქცევით, რას ვაკეთებთ სხვადასხვა დროს, იმიტომ რომ როგორც იცით, კრიზისის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რამდენიმე წუთი, როცა შენ მზად ხარ პრობლემისთვის და იცი როგორ მოიქცე პრობლემის წინააღმდეგ. ჩვენი მდგომარეობა რო წარმოიდგინოთ ამ ხრივ, მაგალითად სკოლაში სწავლება ეს საგისწავლებო და უпростоრად და შემდეგი წლიდან ახალი ეროვნული სასწავლო გამოღებულია და სკოლაში ამ საგანსაც აღარ გაივლიან მოსწავლეები, როგორც იყო თავდაცვა და უსაფრთხოება, ასე ერქვა, მე-12 კლასში იყო მხოლოდ და ოღონდ მე-12 კლასი მოიხსენებათ, ეს არის აბიტურიენტის წელიწადი, როცა მოსწავლეები ძირითადად არ დადიან და საკონტროლებსაც ძირითადად მასწავლებლები წერდნენ ხოლმე ამ საგანში, ამ წიგნიც არავის არ ქონდა გადაშლილი. ამიტომ, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ საერთოდ ამოიღო ეს საგანი. ცირედით არის რაღაცა დეტალები სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო ესეთ საგანია მოქალაქეობაში ან რაც მე და საზოგადოება უფრო დაბალ კლასებში, აი შედის ცირედით მხოლოდ რაც ძალიან თეორიული და მინიმალური მასალა. იმისთვის რომ სამოქალაქო თავდაცვა როგორც ჩვენ როგორც საზოგადოება სამოქალაქო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი გავაკეთოთ, მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში ალბათ სკოლაში ადამიანებს ვასწავლოთ უსაფრთხოების წესები და როგორ იქცევიან და არა მხოლოდ თეორიულად ვასწავლოთ, აი პრაქტიკაში განვახორციელოთ. მაგრამ როგორ ხდება, რომ იყოს აი ცეცხლის შემთხვევაში როგორ იქცევით და როგორ გამოვდივარ, მიწისძვრის შემთხვევაში როგორ იქცევით, ვისწავლოთ მაგალითად პირველადი სამედიცინო დახმარება, სამაშველო სამსახური, პირველადი რაც ვაკეთებ. და მეორე, აი მაგალითად რაღაცა მოხდა და ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ მიმართულებით შედარებით უფრო დიდი მუშაობა გაწეული ადამიანებმა იციან როგორ მოიციან. მაგალითად მე პერსონალურად საქართველოში რაც მიწისძვრა იქნება თუ რაღაც სხვა შემთხვევა, სად მივდივართ, არ ვიცი, ხო? ანუ წყავები სად არის, უსაფრთხო გარემო სად არის, სად მივდივართ, აი მაგალითად ელექტროენერგია გაწყდა, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ. ხო, ეს ინფორმაცია ადამიანებს არ გვაქვს და ის რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს და ინფორმაცია არის პირველ რიგში, ამიტომ გამომახვილია საგანმანათლებლო სივრცეზე ყურადღება, რომ ინფორმაციის მიწოდება არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ და ვასწავლოთ ადამიანებს, რა უნდა გავაკეთოთ. აი ესეთ სიტუაციაში. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შეიძლება აი სამოქალაქო თავდაცვისთვის ავიღოთ, არის კრიზისების მართვა. კრიზისების მართვის ჩავარდნის კუთხით ჩვენ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ორ შემთხვევას გავიხსენებთ, საქართველოში ბოლო დროს ყველაზე გვახსოვს, ერთი იყო რაჭაში დიდი წყალდიდობა და მეორე გურიაში დიდი თოვლობა, რაც ეხლახან ხდება. ორივე შემთხვევაში რატომაც არ იყო ეფექტური ჩვენ კრიზისების მართვა და სამაშველო სამსახური იყო, იმიტომ რომ ადგილზე არ იყო არავითარი ტექნიკური დახმარება, დროული დახმარება, ეს დრო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, კრიტიკულია. პირველი რამდენიმე წუთი შეიძლება საათი გააჩნია არასთან ვიწროს ბრძოლა, ამისთვის დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და რაში ჩავარდა ჩვენი სისტემა? პირველი ჩავარდა მაგალითად რაჭის შემთხვევაში და გურიის შემთხვევაში კომუნიკაციაში. ან საფრთხე რამდენად დიდი იყო, ცენტრმა ეს გაიგო რამდენიმე დღის დაგვიანებით, ანუ როცა მეცხრეს ებრძვი და ერთი დღის შემდეგ აღმოაჩენს ის ვინც უნდა დაგეხმაროს, რომ თუნდაც დახმარება გჭირდება, აი დაგვემართა. და იგივე დაგვემართა გურიაში, ან კომუნიკაცია არ იყო და იქ ადგილზე არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევდა. და საკითხის მოგვარება როგორ შეიძლება? ანუ პირველი არის კომუნიკაცია. ჩვენ ფედერალისტები და თავდაცვის რეფორმა იმიტომ ახსენე, უჭერთ ტერიტორიულ თავდაცვას მხარს მათ შორის. და რა არის ტერიტორიული თავდაცვა? ტერიტორიული თავდაცვა არის ადამიანები, მაგალითად მე, თქვენ, რომლებიც სხვადასხვა თბილისის უბნებში ან რეგიონებში მუდმივად ცხოვრობთ, იქ ჩვენ როცა გავლილი გვაქვს ეს სამსახური, სავალდებულო თუ სამაშველო სამსახური, ვიცით კრიზისების დროს როგორ მოქმედებთ და ამასთან გვაქვს კონტაქტი იმათთან, ვინც კიდე დამატებით დახმარება უნდა გამოგზავნოთ. აი რას გულისხმობ? მაგალითად რაჭაში ყველაზე მეტად როცა ეს კრიტიკული მომენტი იყო, ყველაზე დიდ დახმარება გაუწეს ადგილობრივებმა, ხო, იქ დაზარალებლებს, იმიტომ რომ იმათმა იწოდათ ყველა ახალი ბილიკი, ყველა ახალი გზა და შიშველი ხელებით, ანუ არავითარი დამატებითი
დახმარების გარეშე შეძლეს ნაწილი დაზარალების დახმარება და გადარჩენა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეფორმის ფარგლებში სამაშველო რეფორმაც იყოს, როცა ადამიანებმა იციან, როგორ მოიქცენ კრიზისის დროს და ისინი არიან ამისთვის მომზადებულები, მზად და რაღაცა მცირედი შესაბამისი აღჭურვილობა, მაგალითად რაღაც პირველადი დახმარებისთვის საჭირო და ამავდროულად შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ ცენტრთან, რომელიც ეთქვის, რომ რომელსაც მიაწოდებს ადეკვატური ინფორმაცია რამხელა სტიქიასთან ან რამხელა პრობლემასთან უწევთ გამკლავად. ამიტომ ჩვენი გადაჭრის გზა იმისთვის, რომ ეს ტრაგედიები ავიდიდოთ, შევამციროთ, არიდება უფრო ძვირი სიამოვნება, მაგრამ ამ პირობებში მე ხვალ ვსაუბრობ იმ პირობებში, როცა ის თანხა იხარჯება და ის ბიუჯეტია გათვალისწინებული ჩვენ თავდაცვის ბიუჯეტი და სამაშველო სამსახურის ბიუჯეტი რაც ახლა გვაქვს, ამ პირობებში როგორ შევამციროთ მაქსიმალურად ზიანი, როცა ადამიანს სტიქიასთან გამკლავება უწევს. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იქ ადგილზე იყვნენ ადამიანები, რომელსაც რაღაც გაკეთება შეუძლია. ადგილობრივად ჩვენ ყველანი აი ამ ტოტალური თავდაცვის მიხედვით, ჩვენ ყველანი აი ამ ერთიანად უწევთ წინააღმდეგობას. სტიქია იქნება, შემოსული მტერი იქნება, რაც შეიძლება იყოს. და აი მაგალითად გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც ვიცით, რომ დევს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, მივდივართ იმას ვიღებ და ვეხმარებით ადამიანებს. ამ გზით შეიძლება ბევრად შეამცირო ის მსხვერპლი და ზიანი, რომელსაც ნებისმიერი მშვიდობიანობის დროს, ალბათ ბუნებრივი სტიქიების დროს გამოწვეულ ზიანი ბევრად შეამცირო და ომიანობის დროს ომის საფრთხე დაიდო. და მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს, რომ შენ როცა ინფორმირებული ხარ და რაღაცა სამაშველო სამსახურებთან გავლილი, მომზადებული ხარ და ნაკლებად ვარდები პანიკაში. ხო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე იმიტომ უტარებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამ ტიპის მომზადებას, რომ ისინი უბრალოდ იცოდნენ, რომ ესეთი რამე შეიძლება მოხდეს და მზად იყვნენ ემოციურად და ცოდნით იყვნენ შეიარაღებული. ამიტომ ჩვენ თვლით, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის ტერიტორიული თავდაცვის მოწყობა, ტერიტორიული რეზერვის გაკეთება, რომელიც ადგილზე ეფექტურად პირველად დახმარებას გაუწევს ადამიანებს და ცენტრს მიაწევს ადეკვატური ინფორმაციას იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს მათი დახმარება. ოღონდ ამის ეფექტურად სამუშაოდ ჩვენ თვლით, რომ და შესაძლებელი რომ იყოს გაკეთდეს, სწავლდებულო სამხედრო სამსახურია საჭირო, სადაც ადამიანების ნაწილი რეზერვის ნაწილი იქნება, ტერიტორიული თავდაცვის ნაწილი იქნება, სამაშველო სამსახურის ნაწილი. ეს ყველა რგოლი აბსოლუტურად მიიღებს მონაწილეობას კონკრეტული ზიანის შემცირებისთვის. აქ საუბარია ყველა ჩვენგანზე, ან ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის განეითვალებაში. აი მაგალითი რომ ვიყავთ ომიანობის დროს რატო არის მნიშვნელოვანი, მაგალითად ჩვენ ცხოვრობ ისევ ალბათ რა მაღალმთიანი რეგიონი რუსეთში, იცი რომ რაღაცა მოსაზღვრე ხარ და რაღაცა პატარა ბატალიონი გადმოდის, სათხარ განაგმული გაქვს მაგალითად რომელიმე ხეობა, ხიდი, რომელიც იცი რომ უნდა აფეთქო, შენ არ ელოდები ცენტრის გაბრძანებას, რა უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგობა რო გაწია, შენ ეს წინასწარ გეგმა შემუშავებული, იცი რას აკეთებ, მიდიხარ ამას აკეთებ და ამით უშლი ხელს ომიანობის დროს მტერსაც შემოშლაში. ანუ იმას გულისხმობ, რომ აი ეს დეცენტრალიზაცია და ჩვენ ფედერალისტები დეცენტრალიზაციას არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ ნებისმიერმა პრინციპში ხო სამოქალაქო დონეზე იქნება სამხედრო დონეზე ეფექტურად იმუშაოს, დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღები არ იყოს ადგილიდან შორს. ამიტომ ტერიტორიული თავდაცვა და ადამიანები რომ ადგილზე არიან, ამას ეფექტურად უწყობს ხელს. და როგორც ვახსენე, ჩვენ მქონდა ორჯერ ამ პრობლემის შემთხვევა, როცა სტიქიის დროს, იმიტომ რომ სწორი კომუნიკაცია არისო სექტორებს შორის კომუნიკაცია ხო სამხედრო სფეროს, სამოქალაქო, სამაშველო სამსახურის შორის სწორი კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია, ამიტომ ჩავარდა და ზიანი იყო ბევრად მეტი. ანუ პირველი ჩვენი აზრით რაც უნდა გაკეთდეს არის ეს. მეორე საკითხი მე უკვე ნაწილობრივ ვახსენე არის ადამიანების ინფორმირება და სკოლაში და საგანმანათლებლო სივრცეში სამოქალაქო თავდაცვის საგნის და საკითხის უფრო მეტად აქტუალიზება. გულისხმობ რომ მისთვის რეალური საათების დათმობა და რეალური სასწავლო კურსების შემოღება და რეალური ისცენირება რაღაცა მდგომარეობის, რომ რას აკეთებ. სად მიდიხარას, რა უნდა გააკეთო იმისთვის, როგორ დაეხმარო სხვას და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მინიმალური ჩემი აზრით რესურსი დღეს ჩვენ გვაგვაჩნია, რომ იმისთვის
ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ ერთხელ ომის დროს თუ მშვიდობიანობის დროს იქნას იმისთვის რომ კრიზისი მინიმალურად შემცირდეს, ამ ბიუჯეტით, აი ამ რეალობით ეს არის ალბათ პირველი და ეფექტური გზა. მეორე, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ რა თქმა უნდა, თავდაცვის ბიუჯეტი და ზოგადად ამ მმართველებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხი გულისხმება. უფრო მეტი ფინანსები, ანუ ამ ბიუჯეტით ასე ახლა უნდა იყოს ამისთვის გამოყოფილი, იმისთვის რომ ეფექტურად გავწიოთ წინააღმდეგობა. ნებისმიერ დროს რაც გულისხმობს რა იმ მაგალითი რომ მოვიყვანო სადაც წარმატებულ მაგალითებად ითვლება სხვადასხვა დროს ისევ ფინეთის და შვეიცარიის მაგალითს მოვიყვან მაგალითად ფინეთის შემთხვევაში მოსახლეობის 70%-ისთვის არის ზუსტად გაწერილი მომსაცავი დაბოდის დროს ადამიანები სად უნდა წავიდნენ რას უნდა თავი და რა უნდა გააკეთონ მაგალითად წყლის რეზერვუარებიანი სისტემებსა და წყლის სისტემა გაწყდა ქალაქში და როგორ აღადგინონ, ანუ ვინ უნდა აღადგინოს, ვის ევალება ეს და თუ ამის აღდგენა შეუძლებელია ალტერნატიული წყლის გეგმა რა არის? ალტერნატიული ენერგიის გზები სად არის, საკვები სად არის შენახული, ხო? აქ ბევრი რისკი არსებობს, ბევრი დეტალია, რომელიც გათვლას საჭიროებს და ეს ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ გათვლილი, მაგალითად თბილისში ვდგავთ აი ჩიჩინაძის ქუჩიდან ქუჩამდე ადამიანები აქ ცხოვრები ადამიანები სად მიდიან თუ რა მოხდა ეს უნდა ვიცოდეთ აი რომელ მეტროს აფარებდნენ თავს და ეს ყველას უნდა გქონდეს წინასწარ ცოდნა. თავარი პრობლემა არის რომ ჩვენ არ ვიცით და ადამიანებმა წავიდეთ და რა გავაკეთოთ როცა რამეს არა თქო ბუნებრივი კატასტროფაა ომიანობა რაც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციის გაზდა ამის დაგეგმვა და ამ დაგეგმვის შესაბამისად მოქმედება. თუ რესურსი არსებობს იმის რომ შეიმუშაოს სისტემა იმისთვის რომ ერთად წყლის, ელექტროენერგიის, საკვების რეზერვები გქონდეს იმისთვის რომ სხვადასხვა დროს იქნეს გამკლავდე, ეს ცხადია. უფრო მეტი ფუფუნება, ამის შესაძლებლობა ზოგს მეტად აქვს, ზოგს ნაკლებად, მაგრამ რაც შესაძლებელია ამ მმართველებთან საოცრად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, სამოქალაქო თავდაცვა ეს არის ფუნდამენტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როცა თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხე გადავალ თავდაცვის ნაწილზე, იმიტომ რომ მაგალითად რა ჩვენ შეგვეუბნებიან რომ ომი თუ მშვიდობა ამ მშვიდობაზე გვეუბნებიან რომ აი თავდაცვაში ფულს თუ არ დახარჯავ არაფერს არ გააკეთებ ადამიანებს არ მოამზადებ საფრთხის შესახებ არ გააფრთხილებ ეს დაგიცავს. მაგალითი ჩემი აზრით ისტორიული იქნება თუ ამდენი მაგალითი საფრთხის გვეუბნება მაგალითად ფინეთის ორი ომის შემდეგ ფინეთი იმან გადაარჩინა სწორედ რომ ის მზად იყო ომისთვის და მას ჰქონდა რესურსი რომ წინააღმდეგობა გაეწიანა. რუსეთს არ უნდა და ის სვერპლი გაეღო ფინეთთან ბრძოლაში. ახლაც როცა საუბარია რომ აი ეს უკრაინაში რომ შეიძლება ფინეთის ნაცვლად არგუმენტები არის რომ აი მეზობელი ქვეყანა საზღვარი აქვს ფინეთთან უფრო დიდი საზღვარი აქვს და რატო არჩია უკრაინა ფინეთთან. ხო იმიტომ რომ მას ჰქონდა წარმოდგენა და ეს ომის საწყის დღეებში ვნახეთ რომ ორ კვირაში ჩვენ უკრაინაში წარმატება გვექნება, დიდი ბრძოლა არ დაგჭირდება და შესაბამისად მართლმასშტაბიანი ომი გავიდა უკრაინასთან და არა ფინეთთან. სხვა ყველა კრიტერიუმი რომელსაც აღსახელებენ ხოლმე რატო შეიძლება უკრაინაში ზუსტად ფინეთსაც იგივენაირად ესადაგება, მაგრამ ის რომ ფინეთი მზად იყო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, რაც ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა შესაბამისი რესურსი, იყო სამოქალაქო მზადყოფნაც ამ მმართველებით და ადამიანებს ომი კარევნებდნენ ომი არასდროს შემთხვევაში არ იქნება ომის საფრთხე შეიძლება დადგეს და როგორ მიქცევით ამას ასწავლდნენ და ჩვენ მიგვაჩნია რომ პირველ რიგში რაც გასაკეთებელი არის რომ ადამიანებს ვასწავლოთ სხვადასხვა საფრთხის დროს როგორც ვახსენებ უნდა ცდიქებითაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა საფრთხეს როგორ აიგდონ საფრთხე რა გააკეთონ მაგალითად რაც კანონი არსებობს რომელიც სავალდებულებს ყველას რო ცეცხლებში სკოლა იქნება უნივერსიტეტი იქნება მაგრამ მისი გამოყენება არ წვნებული ვარ მოსახლეობის პროცენტმა იცის ალბათ ადეკვატურად ხო ანუ იმას გულისხმობ რომ რაღაცა კანონები არსებობს რომელიც რაღაცა დაავალდებულა მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება იმიტომ რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამიტომ კიდევ ერთხელ რომ უფრო ზუსტად გავმარტო რაც გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვა და ჩვენი ხედვა სამოქალაქო თავდაცვა არის როცა ჩვენი ამ ქვეყნის მოქალაქეები კონკრეტულ სიტუაციებში ვიცით როგორ მოხდეთ იქ ის დროს თუ ომიანობის დროს და როგორ ეწინააღმდეგებით და ამისთვის გჭირდება შესაძლოა აღჭურვილობა ადგილი სადაც
საფჭურულობა არის და ვიტრო არის ადგილი, სადაც თავს დავიცავთ, ხო, მაგალითად ადგილი, სადაც ვიცით, რომ წყალიც იქნება, საკვებიც იქნება, მიწისძვრისგან და ბომბისგან, სხვა ბევრი კაცისგან არის დაცული და ცოდნა და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ უნდა იყოს ტერიტორიულად დანაწევრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ტერიტორიულად დანაწევრებული, რომ სწრაფად მოხდეს ეს რეაგირება და არ იყოს რაც წყლზე დამოკიდებული, ანუ რაღაცა შენსგან შორს ყოფი ადამიანებისგან, იმისთვის, რომ ეფექტურად გამომკლავდე ამ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც შეიძლება გქონდეს. ეხლა მე დეტალებში მაგალითად რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, იმიტომ რომ ერთი ეს სპეციალიზების, ანუ სპეციალური ცოდნას მოითხოვს ადამიანებისგან, რომელთაც რა ითქმის დროს ამდენი ადამიანი იქნა წავიდეს ავიდეს ამის ორგანიზების დეტალები შევალ, იმიტომ რომ არა ჩემი პროფესია. მე უბრალოდ როგორც რიგითი მკვლევარი მოქალაქე სამოქალაქო თავდაცვის აქტიურად შემოგვაც უჭერთ საქართველოში იმას, რომ ეს ამისთვის ჩვენ ფინანსებიც დავხარჯოთ და ადამიანებსაც ეს ინფორმაცია მივცეთ და ამის გარდა გქონდეს ეფექტური თავდაცვის სისტემა, რომლის სამოქალაქო თავდაცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც გვახსენე ციფრში ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის ეხლა თქვენი კითხვებისთვის დავტოვებ დროს და შემდეგ თუ რამე იქნება კიდე გეტყვით, ანუ ის თქვა შეიძლება მინდოდეს ის თუ დავტოვებ დროს თუ არის ჯერ და თუ არა და არ არის? კი, მიკროფონს მოგაწვით. შეძლებს საგვარჩო გააშკაროს ლაივი. კითხვა იყო პირველი, ანუ საქართველოში არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი კომპენსაციები და რაღაც თავდაცვის ნაგებობები, რომლებიც დღეს მიტოვებულია და ის თუ არის აღწერილია, ეს იყო პირველი კითხვა და მეორე კითხვა იყო ზოგადად მშენებლობის დროს, მაგალითად ახალი კორპუსის მშენებლობის დროს, ან ახალი ნებისმიერ რაღაც მშენებლობის დროს არის თუ არა აუცილებელი ის, რომ თავდაცვითი ნაგებობები დაუვალდებულოთ, რომ ააშენონ სარდაფებში. პირველ კითხვას რაც შეეხება ბევრი არსებობს ეგეთი ომსაცავი განსაკუთრებით, როცა საბჭოთა კავშირი ერთულ ომს ელოდა, ამიტომ თბილისში ძალიან ბევრი ომსაცავი და თავშესაფარი არის გაკეთებული, რომელიც ახლა სრულიად მიტოვებულია. ჩვენა ინფორმაციაც გვაქვს, ხო შეიძლება რაც საიდუმლო ინფორმაცია იყოს და რაც არ გვეუბნებოდნენ, მაგრამ რაღაც ადგილები რაც ვიცით, ხო, განსაკუთრებით აი აქ სოლოქში არის რამდენიმე, ხო? რაც ვიცით, ის არის სრულიად მიტოვებული, ამორტიზებული, არაფერი არ ხდება. რაც შეეხება აღწერის თვალსაზრისით, სხვა შორის ეგეც კარგი კითხვა, აღწერის თვალსაზრისით, ანუ რა ტიპის თავდაცვითი ნაგებობები გვაქვს და რამდენად ვიცით, რომ აი გვაქვს, აი რა გვაქვს ეს თუ ვიცით, ამ ნაწილშიც ყოველ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ამაზე არ უდევს და რამდენადაც ვიცით ამ მიმართულებით, ანუ აღწერაც არ ხდება იმის, რაც შეიძლება ამ მიმართულებით გამოყენებული იქნას. ხო, ნაგებობებს რაც შეეხება, რომელსაც თქვენ ახსენეთ,
სრულიად მივიწყებულია და ანუ ახლა შეიძლება ეფექტურად გამოყენებაც კი არ იყოს შესაძლებელი სამწუხაროდ. ეხლა ესეთი მდგომარეობა. რა თქვენ ახსენეთ კითხვის მეორე ნაწილი, რომ ნებისმიერ მშენებლობის დროს, კორპუსის მშენებლობის დროს ან სხვა დროს ხო უნდა გავითვალისწინოთ, ალბათ ყოველ შემთხვევაში ხო რაღაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება იქნას გამოყენებული ავტოფარი ხარ ხო მაგალითად ან სხვა საჭიროების მაგრამ ომის დროს გამოგადგეს ან მიწის დრის დროს ხო რატომ მარტო ან სხვა რამე სტიქიური უბედურების დროს თავშესაფრად და ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაც ტიპის ანუ ჩვენისაც უნდა დავალდებულოთ თბილისში რომ თუმცა კორპუსი შეიძლება შესაბამის პარკინგის გაითვალისწინოს მიწის ქვეშ რომელიც ასევე შესაბამისად გამოყენებული უნდა იყოს თავდაცვისთვის რა ძალიან მნიშვნელოვანია მე ვახსენე ფინეთის მაგალითი და შვეიცარიის მაგალითიც ეს არსებობს და არის ვალდებულება რომ ყველა მშენებლობისას გათვალისწინებული იყოს რომ აი სხვადასხვა მათ შორის იაპონია მოგხსენებთ სტიქები ძალიან განებივრებულია ამიტომ იქაც არის ეს ვალდებულება ამ ქვეყნებისთვის რომ თავი დაიცვან და ეს მშენებლობისას იქნას გათვალისწინებული და ალბათ საქართველოშიც სასურველი იქნებოდა თქო ეს წნეხია ეკონომიკისთვის მშენებლობისთვის შეიძლება გააძვიროს ამ დეტალში არ შევალ და ამიტომ ეს დასათვლელი შეიძლება იყოს ეკონომისტების მიერ ამის დავალდებულება კომპანიებისთვის რომ მაგალითად კორპუსს უაშენებთ ეს გაითვალისწინე რამდენად ეკონომიკისთვის რამდენად სასარგებლო იქნება და ამის მიხედვით იქნას გადაწყვეტილება მიღებული თუმცა ფიქრობ რომ პარკინგის ნაწილი თითქმის შეიძლება რომ დაავალდებულო რომელსაც იგივე ფუნქცია ჰქონდეს მაგრამ ანუ მაინც ციფრებშია სანახავი და ამ ნაწილში არის ეს გადასაწყვეტი რომ იყოს თუ არა შეიძლება კონტექსტში ზუსტად დასმული კითხვის კონტექსტში თქვენი ლექციის კონტექსტშიც თუ გახსოვთ უკრაინაში ომი რო დაიწყო და ნუ იყო ეს საცავები თავშესაფრები იყო მე ვიღაცები რომ ნიშნავდნენ ამას და რომ აღმოჩნდა რომ ან ისიც რო არ ჩამდგა და თბილისში მოხდა ეგეთი ამბავი თუ გახსოვთ რომ რაღაც ადგილების მონიშნა დაიწყეს და მე აღარ მიეცა ამას გაგრძელება ერთი მხრივ თბილისში პანიკასავით გაჩნდა რომ აქაც იგივე ტიპები არიან რომლებიც ნიშნავენ ბომბსაცავებს და ვაიდა ანუ შესაძლო ბომბსაცავებს გაკრას სწორედ ეს მიწისქვეშა პარკინგი და რაღაცები მოინიშნა და მე თითქოს ვიღაც ხულიგნები დააკავეს და მე მიჩუმაკდა ეგ საქმე და აღარ ქონდა ამ თემას გაგრძელება და ხომ არაფერი იცით ამის თაობაზე კონტექსტში თუ არის რა მადლობა ეგ მნიშვნელოვანი საკითხია სხვა კუთხე აი თქვენ ახსენეთ პანიკა გაჩნდა მოსახლეობაში და მე მგონია რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაშაული ის არის რომ ჩვენ როცა თავდაცვაზე ან ჯარის გაძლიერებაზე საუბრობთ ადამიანები თვლიან რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება ომი გვინდოდეს არა და როგორც ვახსენე მოკლედ ძალიან რომ ეგ ანუ ეგ უფრო გიცავს ომისგან როცა ამისთვის ემზადები და მზადყოფნა გაქვს მაგრამ აი ეს რომ პანიკა დაითესა ქართული ოცნება ჩემი აზრით ხელს უწყობს მუდმივად რომ როგორც კი ადამიანები იწყებენ საუბარს იმაზე რომ ჩვენ რაღაც ტიპის თავდაცვა უნდა გქონდეს რაღაცისთვის მზად უნდა ვიყოთ აი ეს ამას იწყებს რომ აი ომი იქნება და ამით მანიპულირებს და ამიტომ ცდილობს რომ ეს ბოლომდე ჩაჭრა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია რაც თქვენ ახსენეთ და მნიშვნელოვანია გვესწრებს რომ ადამიანებს აუხსნათ რა არის რეალური მშვიდობის და რაც მოაქვს რეალური მშვიდობა, მაგრამ მეორე ნაწილს რაც შეეხება ეგ დანიშნების ნაწილი, არა ცხადია, როგორც ვახსენე, ქართულ ოცნებას არ სურს რომ რაღაც ამმართულებით რაღაცები აკეთოს, იმიტომ რომ თulis რომ რუსეთს გააღიზიანებს, მეორე პანიკას დაწესავს მოხალხეებში და მაქსიმალურად ცდილობს რომ ყველანაირად აირიდოს თავიდან მსგავსი რაღაც სამოქმედებები და შესაბამისად აი როგორც ვახსენე რა, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და ნებისმიერი სტიქიის მიმართვარ დაუცველები. აუცილებელი არ არის ომი იყოს აი სტიქიაც როცა ხდება ვის ბრეკავთ ისიც არ ვიცით ხო 112 მაგრამ მე ვისთან მისამართებით ვინ უნდა მოვიდეს დასახმარებლად იმას რა ეუბნება ეს ყველაფერი არ არის გაწერილი ამიტომ მნიშვნელოვანი მე რაც ვახსენე და რაც თემაც არის ჩვენი სამოქალაქო თავდაცვა თავის გულისხმობს რომ ჩვენ ვართ მზად
და ჩვენ გვაქვს აღჭურვილობაში სამამის და ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უნდა გავიაზროთ და რის დანაგვაზს უნდა შევთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომელსაც თავი უნდა დაიცვას და ერთმანეთს დავეხმაროთ სხვადასხვა გამოწვევების დროს. და ეხლა რაც გვაქვს რომ აი აუცილებლად სხვას ველოდებით, სხვის მთავრდება ბუნებრივია, მაგრამ უნდა გესმოდეს ვის და რატომ ელოდებით და ვის შეიძლება იყოს სისტემა გამართულია. სამწუხაროდ ეს არ არის, ანუ ჩვენთან ეს არ ხდება და ჩვენ როგორც მოქალაქეები არ ვართ მზად იმისთვის, რომ კონკრეტულ დაფიქრებებს თუ წინააღმდეგობას სტიქიის დროს იქნება სხვა დროს აუხლავთ რა. ეგ არის მთავარი გამოწვევა და სამოქალაქო თავდაცვას სწორედ მაგას გულისხმობს. ან ისე დეტალებში არ შევედი კიდევ ერთხელ უბრალოდ როგორც აი რა და როგორ უნდა გაკეთდეს. პირველი რაც თუ ეს არის ინფორმაციის გავრცელება ერთმანეთისთვის და მეორე არის რომ უნდა ყავდეს ადამიანები, რომლებიც ამას წინააღმდეგს და ეს ადამიანები ჩვენ უნდა ვიყოთ, ხო? და ჩვენ უნდა გვქონდეს მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად მომზადებული სკოლის ასაკიდან სხვადასხვა პერიოდში, მე როცა სულწოვნები გავხდებით, უნდა გავიაროთ ეს მომზადება და ეს მომზადება უნდა იყოს სისტემატიური. მაგალითად, ავიდან წელიწადში ერთხელ, მე 3 წელიწადში ერთხელ, როგორც პრაქტიკაში შვეიცარიაში ან ფინეთში არის იმის მიხედვით, ხო? და შესაბამისად ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ აი მაგალითად შვეიცარიაში ყველა სულწლოვანი ადამიანი და ფინეთშიც სულწლოვანი ადამიანი მიდის სამხედრო რეზერვში, ზოგი სამაშველოში და ამ ხრივ მონაწილეობს საკუთარი თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უნდა გვესმოდეს პირველ რიგში, არ უნდა დაველოდოთ ამას მოლოდინი არ უნდა იყოს რა, ზოგადად პირველი უნდა შევწოდოთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, იციან სად არის აღჭურვილობა და იციან როგორ მოიქცნენ სამი კომპონენტი უნდა შევასრულოთ. სხვა შეკითხვები ხო არ არის? ზანდებოდი. მადლობა. ლოგისა არის. ზანდებოდი და თქვენ კითხვა დაუშვით და მე გააშკერეთ. ბატონო შალვა. ბატონო შალვა, მაგ ასეთი შეკითხვა, როგორც მოგეხსენებათ, ქართული ოცნების რეჟიმის მოსვლის შემდეგ მოხდა შეიარაღებული ძალების ჩამოშლა, გამოშლა, რაღაც გარკვეული ნაწილების დაშლა. აი, მაინტერესებს თქვენთან თან ჩვენი ჩამოშორება ნატოსთან და ნატოსთან და ამერიკის თანამშრომლობიდან საერთოდ გამქრალი ვართ. აი, მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ამას ეშველოს, რომ გამოსწორდეს და ჩვენ კვლავ ჩვენი მოკავშირეების იმის ფაროლობის ქვეშ ვიყოთ და თან აღვადგინოთ ის რაც ქონდა ეს რეჟიმის მოსვლამდე. შეკითხვას მოსვლებს რო გავმეორა, მოკლედ პირველი შეფასებული რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა არის ჩამოშლილი. მეორე ის რომ დასავლეთს დავშორდით და ამ მართლით რა გაკეთეს. მეორე ნაწილი დავიწყებ. პოლიტიკური მგონია რომ რეჟიმის შეცვლის გარეშე ეგ არ გამოვა და თუ თანამშრომლობას არ დავიწყებთ, თანხის ხარჯვას არ დავიწყებთ, ან ბიუჯეტის გაჩვენას თავდაცვის, ძალიან რთული იქნება ისევ და ამ ნაწილში მოგესალმებით ტრამპი ყველასთან ახლა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩემ ყველა სახელმწიფოსთან ითხოვს რომ მეტი დახარჯონ საკუთარი თავდაცვისთვის. ad იყო ფრიანი შიდა პროდუქტის 5% ნატოს მოთხოვნა, ჩვენ ამას ქართული ოცნების პირობებში 2012 წლიდან მანამდე სრულდებოდა მერე არასდროს და 1% უნდა იყო 300 მილიონ დოლარამდე იხარჯებოდა ჩვენ თავდაცვაში. ანუ 1%-ამდე იყო, სადაც რო წარმოიდგინოთ საქართველოს ფრიანი შიდა პროდუქტის, რაც თავდაცვაზე ხარჯავდით და შემდეგ აი ახლა ოდნავ გაიზარდა და 600 მილიონი დოლარი გახდა. ამიტომ ჩემი აზრით პირველ რიგში რომ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და უნდა დავიწყოთ შესაბამისად მოქმედება. და მეორე ნაწილი ეგ არის, რაც თქვით, პოლიტიკური ნაწილი, როგორც ვთქვი და ჩემი აზრით თუ არ მოვაფრთხო სამხედრო ხელისუფლებაში, სამართლად დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციაც ვერ მოხდება. თავდაცვაში იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერ სფეროში, ეკონომიკაში მესწავლ. რაც შეეხება თავდაცვის სისტემის ჩამოშლას, ნაწილობრივ მე უკვე ახსენე ერთი ძალიან ცხადი კომპონენტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ძალიან დასუსტდა და როგორც გითხარით, წლების განმავლობაში იყო 300 მილიონი დოლარი, 900 მილიონ ლარამდე საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი და
აქედან რო იცოდეთ დაახლოებით 80% იხარჯებოდა უბრალოდ ხელფასების გაცემაში და პრემია დანამატებში. უნდა გვესმოდეთ, რომ იმისთვის რომ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა გაიზარდოს და რამეს შეადგენდეს, ამის ძალიან ბევრი ტექნიკა უნდა შევიძინოთ, შესაბამისი რენგები უნდა გაიარონ სამხედროებმა და სისტემა უნდა გაუმჯობესდეს, რაც ძალიან ძვირი ღირს და ამის ჯეთის გაზრდა მხოლოდ საჭირო. პირველ ეტაპზე და ძალიან ბევრი რამე სისტემის შესაძლებელია და ჩემს და მეორე დეტალი არის, რომ ჩვენ როგორც საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ვუყურებთ ქვეყნის თავდაცვას. არ არის ვინმე სხვის პასუხისმგებლობა. ეს არის სამოქალაქო თავდაცვის გვახსენე და აქაც მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ ჩვენ სამოქალაქო თავდაცვის მოქალაქეები თუ სამხედროები არ აქვს მნიშვნელობა რა როლში ვიქნებით ამას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომელსაც რაღაც კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს. ისრია კონკრეტულ მომენტში, როდის უნდა იმოქმედოს ომის დროს თუ მშვიდობის და სისტემური რეფორმებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვა გაიზარდოს. არა. ერთი კითხვა კიდე. რამდენად შევწევს უნარი, რომ დაუშვათ როგორც ტრამპის ადმინისტრაცია იწვევს თავის მოკავშირეებისგან 5%-ამდე თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ჩვენც შევუერთდეთ ამას არის 5% ჩემი ასთან კითხვა იყო მოდიშვების გამოვიდებით, რომ 5%-იანი რო იყოს ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, რამდენად არის შესაძლებელია? ჩემი ასთ 5% ეს არის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება, რომ მომდეს. ჩვენ როცა რეფორმას ვადგენდით, მაშინ ვთქვით, რომ 6%-ამდე დღიანი შიდა პროდუქტის რო დავხარჯოთ, დაახლოებით 6 მილიარდამდე გამოდიოდა მაშინ 2-3 წლის წინ. ანუ აბსოლუტურად რელევანტურია და საჭიროა, აი მაგალითად რო გესმოდეთ აზერბაიჯანის დღიანი შიდა პროდუქტთან მიმართების და თანხმობრივად რა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ხარჯავდნენ უფრო მეტს, მაგალითად 10-12%-ად საკუთარი დღიანი შიდა პროდუქტის. ეს არის პირველ ეტაპზე, როცა შენ გჭირდება, რომ ფაქტობრივად ნულიდან ან ძალიან დაბალი დონიდან დაიწყოს საკუთარი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მერე ნუ შეგიძლია რომ შედარებით შეამცირო უბრალოდ იმის რომ შეინარჩუნო ის წინსვლა რაც გაქვს. ხო 6%, 7% საქართველოს შემთხვევაში მეტი ვიდრე 5% ჩემს აბსოლუტურად რეალისტურია და თვლით რომ საჭიროც არის, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, თუ რამე დაგვიცავს ჩვენ გარემთვისგან ზოგადად არის ერთი ის რომ ქონდეს ძლიერი თავდაცვის სისტემა, იმიტომ რომ ძლიერი თავდაცვის სისტემა, მაგალითად ორ მაგალითს მოვიყვან რა, ორი სახელმწიფო იყო პატარა, ფინეთი ერთი მაგალითად ვქნა, რუსეთთან ომი რომელსაც თავი აირიდა და შვეიცარია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერისგან აგრესია აირიდა, როგორ იმიტომ რომ ჰიტლერი და გერმანია თვლიდა რომ შვეიცარიაში ომას ძვირი დაუჯდებოდა, ის კი არა რომ ვერ დაიპყრო. შეიძლება მაინც ვერ დაიპყრო, ეგეც არ არის ხო, მაგალითად ფინეთმა ორჯერ შეძლო წარმატება ქონოდა 8 მილიონიანი ქვეყანა დაახლოებით დღეს ფინეთი მაშინ უფრო ცოტა იყო წესრიგ უფრო და რუსეთთან ხო ორი ომში წარმატებას მიაღწია და მე ეხლაც კი შესაძლებელი გახდა რომ რუსეთთან ომი არ ქონდა, იმიტომ რომ ძლიერი თავდაცვის სისტემა აქვს და მეორე შვეიცარია, რომელსაც ასევე ტოტალური თავდაცვის სისტემა აქვს, რაც მოქალაქეები ყველანი ჩართულები არიან საკუთარი ქვეყნის თავდაცვაში, შეძლო და მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის აგრესია აირიდა პირდაპირ. ამიტომ პირიქით არის ის, რაც ჩვენ მოგეცებენ რომ თავს არ დაიცავ და უარცით საქართველოს თავდაცვაზე გადაგარჩენს. ეგეთი მაგალითი მე ისტორიაში არ მახსენდება. მათ შორის საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების არყოფნა ეგეთი მაგალითი ყოველთვის პირიქით. და რაც შეეხება მეორე ნაწილად ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ეს არის თქვენ ახსენეთ დასავლურ პარტნიორებთან ერთად მოქმედება, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავდაცვის სისტემის გაძლიერებაც ვერ მოხდება ჩემი მათი მხარდაჭერის გარეშე. და მათთან პარტნიორების გარეშე ვერც რა თქმა უნდა ჩვენს სუვერენიტეტს ვერ შევინარჩუნებთ და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ ქართული ეცნობა ამ ორივე ფუნდამენტს რიტორიკით თუ ფაქტობრივად არ ღვევს შეცვალს. When I send it to that's fine, I'm making it. ჩვენი ზომის ქვეყნის შემთხვევაში, საკუთრებით ჩვენი ბიუჯეტის განხილვის შემთხვევაში, არ არის ლეგალიზაციის გარეშე, რამდენად გესახებათ ეს ტოტალური თავდაცვა და ამასთან მიმართებაში როგორია თქვენი პოლიტიკა. და ასევე მეორე კითხვა, თქვენ ახსენეთ რეგიონებში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები,
ქალაქშიც, მაგრამ ახლა ჩემი კითხვა რეგიონებს. აი მსგავს რეგიონებს, სადაც მოსახლეობა ძალიან მწირია, ან თუ არის ასაკოვანი ადამიანები და მათი გამწევი ძალა ან მიზერულია, ან საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. აი მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ანუ როგორ ვიხმარებით მსგავს რეგიონებს, მაღალ რეგიონებს? იქით პირველი იყო იარაღის ლეგალიზაცია თუ გჭირდება იმისთვის, რომ ყველანი პრინციპში ისმოთ. იარაღის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ როცა რეფორმაზე მუშაობდით, მას ისება ადამიანს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ჰქონდეს და ერთ-ერთ წამახალისებლად ვიფიქრეთ სწორედ ის, რომ იარაღის ტარების და შეძენის უფლება ჰქონდეს რა, ვინც ვალდებულო სამხედრო სამსახურს გაემართოს. იმიტომ რომ რაც წამახალისებელი იყოს, ბევრი შეიძლება დაინტერესდეს, ბევრი შეიძლება აინტერესებს. ზოგადად ჩემი პოზიცია პერსონალთა არის, რომ კი ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის დაცვის უფლება და იარაღის ტარების უფლება, მაგალითად ვთვლი, რომ კრიმ ყოველთვის შეძლებს, რომ იარაღთან ხელი მიუწვდებოდეს, ამის მრავალი მაგალითი გვექნება ქვეყანაში, კანონმორჩილი მოქალაქეები, რომელსაც იარაღისთან მცდომა კანონით აგრძელეს, რჩებით დაუწველები. მე ამ საკითხს ასე უყურებ, თუმცა საქართველოს საზოგადოებაში ეს საკითხი ცოტა უფრო 90-იანების ტრაუმის გამო და იმიტომ რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ძალიან იმუშავა, რომ ჩვენ იარაღთან მცდომა არ ქონოდა, ამ ორი მიზეზის გამო აი ეს თემა ცოტა უფრო მარგინალიზებულია, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მას ვისაც აქვს იარაღთან იარაღის დაშლა აწყობა იცის, მისი გასროლა იცის, მისი მოხმარება იცის, ამ სავალდებულო სამხედრო სამსახური არის გავლილი, მას ჰქონდეს უფლება, რომ ჰქონდეს იარაღი. და ხშირად იხსენიებენ, რომ კრიმინალის გაზდა არ ხდება იარაღი, კრიმინალი არ ჩადიან ადამიანები იარაღით, რომელიც დაკანონებულია, ხო? სხვა იარაღს იყენებენ ამისთვის, ამიტომ ის რომ ადამიანებს იარაღი აქვს, კრიმინალს რამდენად გაზდის საკითხავია და მეორე შეკითხვა იყო, რომ რეგიონებში, რომ აი რაღაც რეგიონებში მაგალითად თუშეთში ვახსენებ, თუშეთსაც ადამიანი ცხოვრობს და იქ ადამიანები არიან და ამ ადამიანებს შეიძლება დავეხმაროთ. ხო, ტერიტორიული თავდაცვის ნაწილში. ტერიტორიული თავდაცვის ნაწილში შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ეს და უბრალოდ ეს რომ იქ ადამიანები იყვნენ, რომელსაც მოუწევთ, რომ იყვნენ რაღაც პერიოდულობის განმავლობაში და დაიცვან რეგიონში სხვა ადამიანების უსაფრთხოებას მოგვიწევთ აკოპაჩოტში. მაგას ძირითად შემთხვევა მაგალითად ხარ ძალიან ცოტა არის რეგიონი, სადაც აი რა შეტია სულ თუ შეტაკასურეთი არის ალბათ ეგეთი სადაც ძალიან ცოტა მოსახლეობა აქვს და მათ ასე კოპრიუს გულს დამოდებით ცოტა ახალგაზრდა პრობლემა შეგვექნება და მაგ რეგიონში ამის გაკეთება მომიწევს. სხვა რეგიონებში ხარ აჭარაში, სვანეთში, მაღალმთიან რეგიონებში მგონი ეს პრობლემა ნაკლებად გვაქვს და ამიტომ ნაკლებად გვექნება ეგ გამოწვევა. არა გამიში. იარაღის ტარებთან დაკავშირებით გამოცხადება თუ არის მოგატური კრიმინალის შეფერება და იარაღის ტარების იარაღის ტარების უფლება ესე ხო ყველაზე გამარტივებული წესით ალბათ არის ამერიკის შეერთებული შტატები და სტატისტიკა სწორედ აი ამერიკის შტატებში ოფიციალურად კანონიერად შეძენილი იარაღით ჩადენილი დანაშაული არის მთლიანი დანაშაულის 1 ან 2%. როცა კანონიერად არის შეძენილი იარაღი. და ის რომ კრიმინალს იარაღზე ხელი მოუწვდება, ეს ყველაფრის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ის მათ აქვს ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გამოცდი იარაღი და სხვა კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის არ. მნიშვნელოვანია, რომ მე ამას განვიხილავ როგორც თავდაცვის უფლებას, ანუ სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავი დაიწყოს გადასწროს, რომ იარაღი ჰქონდეს, თუმცა ხო. სტატების გარდა ეხლა არ მახსენდება რა ვთქვა, მაგრამ თუნდაც ჩვენი ქვეყნის გამოცდილება ის არის, რომ სანამ საქართველოს გასაბჭოება მოხდებოდა ქართველებს ჰქონდა იარაღი და ყველას ანუ ითხოვთ ბაბუას ნათონი იარაღი, ყველა იტყვით რომ სახში მაქვს. ანუ ჰქონდა ბაბუა ჩემს იარაღი, საქართველოს აქვს ამის გამოცდილება და
არ გონია რომ საქართველოს მაინდა-მაინც კრიმინალური საზოგადოება ყოფილიყო, მაგალითად 19 საუკუნის დასაწყისში 19 საუკუნის ბოლოს ან სხვა დროს, ხო, იარაღის ქონა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ეს კრიმინალს არ ზრდიდა მაგალითად. თუმცა სტატისტიკურად კარგი კითხვაა და ალბათ სანახავიას უბრალოდ არ მახსენდება ესე როგორც თავისუფლად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის, ისე სადმე სხვაგან იყოს მიღებული. ხო, შვეიცარიაშიც ასევე, ხო, და შვეიცარია ალბათ უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. კიდე ხო არა ამის შეკითხვა? მე ინტერესებს თქვენი აზრი ქალთა სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით. ნიშნულოვანი საკითხია. თუ სამოქალაქო თავდაცვაზე ვსაუბრობთ, ყველა მოქალაქეში, რა თქმა უნდა, ყველანი მიგულისხმებით და ისინი ჩართულები არიან და ისინიც მომზადებულები არიან შესაბამისად. მაგრამ თუ მეკითხებით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ქალების შემთხვევაში, ერთადერთი გამოცდილება, სადაც მე მახსენდება ესე რომ ვალდებულები არიან ქალებიც მონაწილეობა მიიღონ, ეს არის ისრაელი. ისრაელში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა პრაქტიკაში რომ ვნახეთ, მაგალითად ქალების მხოლოდ 60% იწვევენ და იმასაც არ აქვთ ხოლმე ესეთი მნიშვნელოვანი როლი ბუნებრივად ისრაელშიც კი. ამიტომ ისრაელის გარდა მე მგონი არსად არ არის რომ ეს ქალებსაც სავალდებულო გაწევა ეხებოდათ, სამხედრო გაწევაზეა საუბარი. ორი მიზეზის გამო გონია ჩვენ რომ საქართველოში რთული იქნება. პირველი მე უფრო მეტ სავალდებულო სამსახურზე გამისაუბრე. ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში ამის მსადი მზაობა რამდენად არის და რამდენად დიდი საზოგადოების მზაობა რომ ზოგადად იყოს კაცებისთვის მაინც, ხო, თუ ქალებისთვის არა. ეგეც საკითხავია, ამიტომ ჩვენი აზრით ახლა რომ ვილაპარაკოთ ის რომ ქალებიც უნდა გავიწვიოთ, ჩემი აზრით უფრო მეტ მოწინააღმდეგეს გავიჩენთ და ამ მხრივ პრობლემებს შევქმნით. ეს ერთი. მეორე, უნდა გვესმოდეს რომ თუ ქალების გაწევას იწყებ, ამისთვის გჭირდება შესაბამისი სამხედრო ბაზები, ბევრი დეტალი არის გასათვლელი, რაც უნდა მოეწყოს და დამატებით ფინანსური ხარჯია, რაც არ ვიცით რის გაწევაც რამდენად შეგვიძლია და მესამეც ხო რამდენად არის აუცილებელი ჩვენ საზოგადოებაში არ ყოფილა გამოცდილება და შესაბამისად ამის ხელმომწერი გაკეთება რამდენად ეფექტური იქნება. ჩვენ ჩავთვალეთ რომ იმ გამოწვევების გამო, რომელიც ჩავთვალეთ და სხვა მიზეზების გამო ქალების სამხედრო გაწევა არ უნდა იყოს და სამოქალაქო თავდაცვის ნაწილში, ხო, თუ სრული შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველას მივიღებთ, ესე წარმოგვიდგენია ჩვენი რეფორმის ფარგლებში, მაგრამ სავალდებულობას არ მივიჩნევთ სწორად, ხო? ხო არ არის ამის შეკითხვა? გონია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. თემა ძალიან არის შინაარსობრივ განხილვაში. ეხლა ამ თვითონს ვერ გავაგზავნებთ, ვერ შევართ, მაგრამ გვაქვს სურვილი რომ კიდევ უფრო ხშირად ვისაუბროთ ამ თემაზე და უფრო მეტად გასულები ვიყოთ. ჩვენ ყველა მომხსენებელს პატარა სიმბოლური საჩუქრით ვაჯილდოვებთ ეს პროტესტის მონაწილეებისა და ჩვენი აუდიტორიის სახელით. უსადნელი პატარა ლამაზი პასტა, კალამი და პატარა წერილი, რომელიც ჩვენგან არის ამაღლობელი და მადლიერების ნიშნად კიდევ ერთხელ მისით დიდი მადლობა. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube-ი, გამოგვიწერეთ, ასევე free donation-ზე დავრეგისტრირდით. ცოტა გვიჭირს რაღაცეებში, მაგრამ ნელ-ნელა თანამებრძოლების იმედი გვაქვს, free business-ის იმედი გვაქვს და კიდევ უფრო მეტად შემატებით გავაგზავნებთ, როდესაც ეს ყველაფერი გადაიზრდება უფრო დიდ მასშტაბებში და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. მადლობა კიდევ ერთხელ და მოყავს შეხვედრამდე.